გამარჯობა. Როგორც იცით, პერიოდულად ვიწვევთ ხოლმე სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელს და ვსაუბრობთ ამ პროფესიების გარშემო გავრცელებულ სტერეოტიპებზე. და საინტერესო ადამიანებსაც გაცნობთ. ხო და, ზუსტად ასეთი შემთხვევაა. სტუმრად მოვიწვიეთ ადვოკატი მარიამ ქებაძე, რომელიც 2018 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას. ის დედაქალაქიდან დაბრუნდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, თავის მშობლიურ მუნიციპალიტეტში, გახსნა საადვოკატო ოფისი და მოქალაქეებს ეხმარება კერძო დავების მოგვარებაში. მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს და ვფიქრობ, რომ საინტერესო მოსაზრებებთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ. ისევე საინტერესოდ, როგორც აი ეს ფრაზებია, რაც ამ გამჭვირვალე ქილაშია. მარიამი თითოეულ მათგანს ამოიღებს და მეც სიამოვნებით ჩავეკითხები ხოლმე და ვეცდები, რომ გავაჟღერო მოქალაქეების მოსაზრებები, რომლებსაც რაღაც წყენები დაუგროვდათ, შეიძლება ითქვას, რაც მერე ხდება ხოლმე წყარო სტერეოტიპული მოსაზრებებისა. მარიამ, შენ მოგეცემა აი ამ მოსაზრებებზე მსჯელობის დროს შენს გამოცდილებაზე საუბრის შესაძლებლობა, ყოველგვარი შესავლის გარეშე შეგვიძლია დავიწყოთ. ხო, ძალიან მიხარია, რომ მარიამი არის თან ჩემი მეგობარი, ჩემი კლასელი. და აი იმ გზას, რომელიც მან გაიარა თავის პროფესიულ ცხოვრებაში, ვუყურე და ვამოყობ მისით, იმიტომ რომ ის არის გამორჩეული პროფესიონალი და პროფესიონალად მას აქცევს არა მარტო თავისი საქმის მიმართ სიღრმისეული ცოდნა, ის არის ძალიან კარგი პიროვნება და კარგი უნარ-ჩვევები აქვს, რომ ეს ცოდნა გაუზიაროს ადამიანებს და ალბათ მისი იმადლიერი ამ მუნიციპალიტეტში და არა მარტო ასობით ადამიანია თამამად ვიტყვი. როცა კარგი მეგობრები ყავს, ძალიან გიხარია. და მიხარია, რომ დღეს ჩვენი პოდკასტის სტუმარია. ამაში დაგეთანხმები 100%. რადგან როცა კარგი მეგობრები ყავს და შენ კარგი მეგობარი ხარ ძალიან, ეს არის ძალიან იმედის მომცემი და მყარად დამაგრების საფუძველი იქ, სადაც უნდა იყო. და მე ლაგოდეხში რო ვარ და მყარად რო დავმაგრდი, ეს შენი დამსახურებაც არის. იმიტომ რომ აქ ხარ შენც. მიყვარ ხარ და მე იმედები არსებობს ეგეთი მოსაზრება, მაშინ აქედან დავიწყოთ, რომ სამეგობროს ერთი იურისტი მაინც უნდა ყავდეს. იმიტომ რომ მარიამ არის ადამიანი, რომელიც გვეგულება სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაში, თუ კი ასეთი რამ, ასე ვთქვათ, შეგვეთქვა. და მარიამი კიდევ ძალიან ბევრ ადამიანს ეგულება. მარიამ, მოდი დავიწყოთ. დავიწყოთ. შენთან ერთად შევარჩიეთ ეს სტერეოტიპები, რადგან სფეროს კარგად იცნობ და იცი რა წყენები აქვს ხოლმე ადამიანებს. მიუხედავად ყველაფრისა. მოდი აბა ამოიღე პირდაპირ. დავიწყოთ. მზად ვარ თქვენთან ერთად დავამსხვრიო. ოღონდ არ ვიცი რამდენად გამოგვივა ის სტერეოტიპები. რაც საზოგადოებაში დამკვიდრდა გარკვეული შეხედულებების შემდგომ. და ეს პირველი რაც არის ადვოკატი გაფუჭებული საქმეების მოსაგვარებლად არის საჭირო. ეს არის ძალიან დამკვიდრებული სტერეოტიპი საზოგადოებაში, იმიტომ რომ დავების უმრავლესობა სასამართლოში სწორედ იმიტომ არის დღეს აქტუალური, რომ თავის დროზე არ მიმართეს ადვოკატს სწორი რჩევის მისაღებად. ანუ საზოგადოების უმრავლეს ნაწილს გონია, რომ ადვოკატი მაშინ არის საჭირო, როცა რაღაც გაფუჭდება, როცა რაღაც პრობლემა წარმოიქმნება. სინამდვილეში ადვოკატი არის საჭირო იმისთვის, რომ სანამ საქმე გაფუჭდება, იქამდე მიმართო, მიიღო სწორი კონსულტაცია, რა უნდა გააკეთო, სწორად დაგეგმო შენი თქვათ ფინანსური გადაწყვეტილება, სწორად დაგეგმო შენი სამკვიდრო საქმეები, სწორად დაგეგმო შენი საოჯახო საქმეები, სწორად გაანაწილო ქონება. თუნდაც ბანკიდან სესხის აღების დროს, როცა ძალიან ბევრი დოკუმენტი არის წასაკითხი და ხელმოსაწერი და ამის ცოდნა და გამოცდილება ჩვეულებრივ მოქალაქეს ნაკლებად აქვს, აუცილებელია იურისტთან კონსულტაციის გავლა, რომ იმ მილიონობით დეტალს შორის, რომელიც არის განსაზღვრული, რომელიც შეიძლება წარმოქმნას არ გქონდეს სხვა შემთხვევაში თუ არ დაგჭირდა ხელშეკრულების გაცნობა, გქონდეს წარმოქმნა რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ შენ უბრალოდ ფინანსური პრობლემები შეგექმნება და ვეღარ შეძლებ კრედიტის გადახდას. შესაბამისად ეს სტერეოტიპი არ ვიცი რამ გამოიწვია საზოგადოებაში, რომ მხოლოდ მაშინ ახსენდება, როცა უკვე საქმე გაფუჭებულია, მაგრამ დავების უმრავლესობა აჩვენებს, რომ სწორედ ასეთი მიდგომა აქვს ხალხს და საზოგადოებას. ჩემი მიზანი არის, რომ ადვოკატის როლი იყოს იმ დონეზე საქართველოშიც, რომ როგორც საოჯახო ექიმი ან ოჯახის ექიმი არსებობს, ასე ყავდეს თითოეულ ოჯახს ადვოკატი საოჯახო საქმეებისთვის. მასთან ერთად დაგეგმოს თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომ მაქსიმალურად თავი დაიცვას როგორც გაუთვალისწინებელი ფინანსური რისკებისგან, ასე გაუთვალისწინებელი სხვა შემთხვევებისგან.
მიხარია რომ რაღაც წვლილი ამ ეტაპში ამ გადაწყვეტილებაში მეც მაქვს შეტანილი, იმიტომ რომ უკვე წარმოვიდა ის ტენდენცია, რომ ჩემი კლიენტები მომმართავენ სამომავლო საქმეებისთვის. ცოტა რთული თემაა ანდერძი და მემკვიდრეობა. ყველას უჭირს ახლა რატომღაც არავის არ გვაქვს წარმოდგენა, რომ ხვალ შეიძლება ჩვენთანაც მოვიდეს გარდაცვალება, მაგრამ ფაქტია რომ ამას ვერავინ ვერ ავწდებით და ფაქტია რომ ეს წარმოშობს ხოლმე შემდგომ გაართულებულ სამკვიდრო დავებს და ეს სამკვიდრო დავები არ არის მარტო ქონებრივი დავები. ეს არის ოჯახის წევრების დაკარგვა, იმიტომ რომ ოჯახის წევრები დაობენ ამ ქონებაზე, რაც საბოლოო ჯამში მიდის იქამდე, რომ ნათესავები ერთმანეთს კარგავენ. და ეს არის გამოწვეული იქიდან, რომ თავის დროზე მამკვიდრებელმა სწორად არ გაანაწილა ის ქონება, რომელიც შესაძლებელია შემდგომში დავის საფუძველი გახდეს. მიხარია რომ რამდენიმე ადამიანმა უკვე წინასწარ იზრუნა ჩემთან კონსულტაციით, სწორად დაგეგმა თავისი შემდგომი ამ ქვეყნიდან გადასახლების შემდგომ თავისი ქონების განაწილების საკითხი და ეს არის ერთ-ერთი რაც მივახციე მოკლედ ლაკოტეხში. არის ისიც რომ რამდენიმე ადამიანმა უკვე წინასწარ დამირეკა, როცა ბანკში საკეთებს ხელშეკრულებაზე გადამახედინა და ისე მოაწერა ხელი. შესაბამისად ვფიქრობ, რომ დრო სჭირდება ამ სტერეოტიპის დანგრევასაც და აუცილებლად დაინგრევა. აუცილებლად გახდება ადვოკატის პროფესია ის პროფესია, როცა ადამიანები წინასწარ მოგმართავენ პრობლემების მოსაგვარებლად, ანუ პრობლემის წარმოშვებამდე იქნება უკვე გათვლილი ყველა რისკი. ძალიან მიხარია. ხო, ამ სტერეოტიპს ალბათ უმრავლესი შემთხვევა შექმნიდა, იმიტომ რომ ძირითად შემთხვევაში ადამიანი უკვე გაფუჭებულ მდგომარეობაში და გართულებულ მდგომარეობაში მიმართავდა ხოლმე თქვათ პროფესიონალს დასახმარებლად და რაღაცნაირად ამან წარმოშვა ეგ მოსაზრება, რომ ადვოკატები არიან ის ადამიანები, რომლებიც აი ამ ასე ვთქვათ გაფუჭებულ საქმეებს აგვარებენ და ძალიან მიხარია, რომ წლებთან ერთად აი ეს ტენდენციაც წარმოვიდა ბუნებრივი ადგილზე მომუშავე კარგ პროფესიონალებს ზუსტად აი ეს შედეგები მოაქვთ ხოლმე საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების კუთხით, რომ ადამიანები უკვე სანამ პრობლემა შეიქმნება, მანამდე მოგმართავენ ხარდასაჭერად, გასაცნობიერებლად, გასააზრებლად და პრევენციისთვის მოკლედ თავს ისყოვენ, რომ რაღაცა სწორი ნაბიჯები და სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ, გადადგან და მიიღონ. ხო და ძალიან მიხარია მოკლედ, რომ ადამიანებს ეგულები ამ მუნიციპალიტეტში, არ ვიცი, მართლა ყველგან სადაც კი გახსენე, ადამიანებმა იციან შენ შესახებ. მაგრამ იციან არა უბრალოდ შენ შესახებ, არამედ ძალიან დიდ პატივს გცემენ, ბევრი ადამიანის დახმარება მოახერხე ამ წლების განმავლობაში, შენი ბუნებიდან გამომდინარე, შენი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, ძალიან მაგრად გიყვარს ის საქმე, რასაც აკეთებ და ნამდვილად იქნები ის ადამიანი ხარ კიდეც უკვე. რომელიც ყველანაირ სტერეოტიპს რაც კი ვთქვათ ადვოკატების მიმართ ან სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელი ადამიანების მიმართ არსებობს, ანუ შენ იქ არ გახვალ არასდროს, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ვინმე ხარ რა. მადლობა, ცოტა მიჭირს ხოლმე ქების მიღება. ცხენია. მაგრამ ამ შემთხვევაში ხო მივიღებ ქებას და ეს ძალიან დიდი პასუხისგებლობაა ეს ქება ჩემთვის და ვინ და შენ მაინც იცი რომ მეორე კლასში ვიყავი ალბათ რო თქვი რომ იურისტი უნდა გამოვიდე მეთქი და აქედან მოყოლებული ხა ვერ ვიტყვი რომ მეორე კლასში გააზრებული მქონდა რა იყო იურისტობა თუმცა გადაწყვეტილება ნამდვილად არ შემიცვლია და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემი მოწოდება იყო ადამიანების დახმარება ანუ იურისტობა მინდოდა სწორედ იმიტომ რომ ყოფილიყავი ვიღაცის დამხმარე იმ პრობლემების წინაშე რაც შეიძლება წარმოშვა სახელმწიფო ეს ცოტა ისე ჟღერს მაგრამ ალბათ ბევრი დეტექტივი მაქვს ბავშვობაში წაკითხული კი და ვიცი კი ძალიან ვიცი ადამიანის ჭიდილი სახელმწიფო მანქანასთან რა შეიძლება იყოს შესაბამისად მე მოხარული ვარ თუკი რაიონში არსებობენ ადამიანები რომლებიც ჩემს სამშრომას აფასებენ იმიტომ რომ მე მართლა მთელი გულით მთელი ჩემი ენერგიით ვცდილობ რომ მათი ყოფა-ცხოვრება გავაუმჯობესო და რაღაცით უკეთესობისკენ შევცვალო. მადლობა ამ ქებისთვის და მადლობა ამ სიტყვებისთვის, რაც მითხარი. კი, რომელიც არის უბრალოდ გამყარებული გამოცდილებით. და დამახარებს. მოკლედ, მოდი შეგვიძლია მეორე საინტერესო მოსაზრება ამოვიღოთ და გავშალოთ მასზე მსჯელობა. ადვოკატებს არ აქვთ პირადი ცხოვრება. აუ ხო, ძალიან საინტერესო. ეს ზოგადად მე მგონი ყველა პროფესიის ადამიანზეა, ყველა პროფესიის ადამიანს ვთხოვთ ხოლმე, რადგან პროფესიას არ გაცდენ და პროფესიის ჩარჩოებში იყვნენ. და რა თქმა უნდა, ეს არის ადვოკატის, რაც ცალკეულ შემთხვევაში მე მგონი მართლაც ასე, იმიტომ რომ ჩვენ პირადი ცხოვრება არ გვაქვს, ან ჩვენთვის არ არის დრო. პირობითი ცნება, იმიტომ რომ შეიძლება დაგირეკონ შუაღამისას.
არ არსებობს შვებულება, ვერ გავთიშავთ ტელეფონს. ჩემი ტელეფონის ხმარო ისმის, სულ მაქვს წარმოდგენა, რომ ვიღაცას ვჭირდები და უნდა უპასუხო. არ მაქვს ის როგორ თქვა ყველა წამს ვართ შემართული ყველა სიტუაციაში იმისთვის, რომ ადამიანებს დავეხმაროთ. მე სისხლის სამართლის კუთხით არ მუშაობ და ვინც სისხლის სამართლის კუთხით მუშაობენ ადვოკატები, ისინი კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში არიან ამ კუთხით, იმიტომ რომ მათ უწევთ შუაღამისას დაკავებულის ციხეზე მონახულება, პოლიციის შენობაში რამდენიმე საათის ლოდინი, გარკვეული გამოწვევები, რომელიც არის საზოგადოება მათ შეგვიქმნა და სახელმწიფო მათ შეგვიქმნა, რა თქმა უნდა, დისკომფორტი იმისთვის, რომ ჩვენ პროფესიაში ჩვენი პირადი ცხოვრება დავკარგოთ, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი პირადი ცხოვრება და ადვოკატის სტატუსის მიღმა მე ვარ ჩვეულებრივი მარიამი, რომელსაც მყავს ოჯახი, დედა, მამა, მეგობრები, რა თქმა უნდა, და მაქვს ჩემი ჰობი, საქმიანობა, რომელიც მჭირდება იმისთვის, რომ ვიყო წარმატებული ადვოკატი, იმიტომ რომ მარტო ერთ სფეროში მოღვაწეობ ადამიანი, ვერც წარმატებული ადვოკატი იქნები და ვერ იქნები ვერაფერი, იმიტომ რომ მე ხშირად იმისთვის, რომ ვიყო პროფესიული ჩემ საქმეში და რას თქმა მინდა იცი, ზუსტად ვიცოდე, რას ვიცავ, ხა გაგეცინებათ, მაგრამ მიწევს ხოლმე მანქანის ნაწილების დამახსოვრება, რომ როცა თქვა ავარიასთან დაკავშირებით რაღაც სამოქალაქოს არჩელია და რა დაზიანდა ამ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს და რამდენად შესაძლებელი იყო ამის დაზიანება, ამის გამოკვლევა უნდა ვაწარმოო, მიწევს გავეცნო მანქანის ნაწილებს, მიწევს გავეცნო როგორ იგება მაგალითად ასფალტის საფარი, რაც საერთოდ არაფერ შუაში არ არის ადვოკატობასთან და იურისტობასთან. მიწევს გავეცნო ჯანმრთელობის პრობლემებს, როდესაც ფაქტია სახეზე ჯანმრთელობის ზიანის მიყენება სამედიცინო დაწესებულების მიმართ, ოპერაცია რა სტანდარტით ჩატარდა, რა სტანდარტით უნდა ჩატარებულიყო, რა იყო დარღვეული. შესაბამისად, ძალიან მრავალმხრივია ადვოკატის პროფესია, თითქმის ყველა სფეროს შესახებ უნდა გქონდეს მოსაზრება. ამიტომ ჩვენი პირადი ცხოვრებაც ისია დაგეგმილი, რომ მე ამ ადვოკატის უკან მაქვს ჰობი, როგორც ვთქვი, მაგალითად მიყვარს ხატვა და მინდა რომ დავხატო, იმიტომ რომ თუ ჩემს დროს გამოვიყენებ მხოლოდ კანონთან სამუშაოდ და კანონის წესაკითხად, მე ვერ ვიქნები ის, ვინც უნდა ვიყო. ვერ ვიქნები კარგი ადვოკატი, იმიტომ რომ ის კარგი ადვოკატი, რომელიც ყველა სფეროს იცნობს, თავისი ჰობით ცხოვრობს, თავისი მეგობრებით ცხოვრობს და სავსე ამისი ცხოვრება ენერგეტიკულად, ხო? მაჯობებს აუცილებლად. მე დავისადღაც ჩემი ენერგია აუცილებლად გაწყდება და არ ეყოფა ამ საქმეებს, ამიტომ მეც უნდა დავისვენო. შესაბამისად ცოტა აგრესიას იწვევს ჩვენში, როცა ადამიანი მაგალითად შვებულებაში ვარ და წინასწარ აუცილებლად ყველას ვაფრთხილებ, რომ მივდივარ შვებულებაში. ისე არ უპასუხისმგებლოდ არ ვიქცევი ჩემს არცეთ კლიენტთან, ყველა მიცის რომ გავდივარ შვებულებაში, ყველა მიცის რომ თუ ვერ დამიკავშირდები ან თქვა ტელეფონის ნომერზე, იმიტომ რომ ვერ იჭერს, ან საქართველოში არ ვარ, ან შესაბამისად ისეთ ადგილზე რაც ტელეფონის დაჭერა არ ხდება, სად დამიკავშირდნენ, ვის დაუკავშირდნენ გადაუდებელ შემთხვევაში. ამას იყენებენ ხოლმე როგორ? გადაუდებელ შემთხვევად მიიჩნიეთ მაგალითად პოსტამ წერილი მოიტანა და აი დაგირეკე და გითხარი. ეს ძალიან ცუდი დამოკიდებულებაა, იმიტომ რომ ჩემი დასვენების დრო მე უნდა გამოვიყენო იმისთვის, რომ დავისვენო, აღვიდგინე ძალები და ისევ პროდუქტულად დავბრუნდე ჩემს სამუშაო ოფისში. ასე ვთქვათ, მივდივარ ქორწილში მეგობრებთან ერთად. თუ კი ვინმეს რამე პრობლემა აქვს ოჯახში, იქ უნდა გავარჩიოთ აუცილებლად. თან არა საბუთებით და დოკუმენტებით, არამედ მოთხრობილით, რომ აი მეგობარმა ასე მითხრა და ამას ეხლა რა ეშველება. ასევე მიდგომა ის, რომ მაგალითად კი ვარ ადვოკატი, მაგრამ ყველა სფეროში არ მონაწილეობ და არ ვიღებ დავებს, იმიტომ რომ ჩემი სფერო მაგალითად ფინანსური დავები არ არის ნამდვილად, ხო? მაგრამ ადამიანები მოითხოვენ, რომ რახან ადვოკატი ვარ, სისხლის სამართლის ადვოკატიც ვიყო. ადმინისტრაციულ საქმეებზეც გქონდეს წარმოდგენა, სამოქალაქო საქმეებზე, სამოქალაქოს ყველა კატეგორიაზეც, რაც იმდენად შეუძლებელი რამეა, რომ არ მეგულება რომ საქართველოში რომ ეს ყველა სფეროში გათვითცნებიერებული იყოს. მიუხედავად იმისა, რაც ახლა ვისაუბრეთ, ყველა სფეროზე გვაქვს ჩვენი წარმოდგენა, მაგრამ ყველა სფეროში პროფესიულად ძლიერები ვერ ვართ. ამიტომ სადაც ჩემი პროფესიის სიძლიერე ნაკლებია, მე თქმა უნდა, იმ დავას არ ავიღებ, რომ ჩემი კლიენტის ინტერესები არ დავაზიანო, ხო? ადამიანებს სამწუხაროდ აქვს ეს დამოკიდებულება, რომ რადგანაც ხედავენ, რომ ვარ ადვოკატი, იქ მთავრდება ყველაფერი, მე უნდა ვიყო ადვოკატი კლუბში, ადვოკატი ოფისში, ადვოკატი ქუჩაში, ადვოკატი სახლში, ყველგან. ეს ძალიან დამღლელია.
მაგრამ ალბათ ამასთან შეგუებული ვართ, იმიტომ რომ ეს ძალიან შრომატევადი საქმიანობაა და თავის ირჩევ პროფესიას, იმ პროფესიას, სადაც თავიდან ვეიცი, რომ პირადი ცხოვრებისთვის ნაკლებით დრო დაგრჩება, რაღაც კუთხით ვეგუებით კიდეც. მაგრამ არ არის კარგი რომ ვეგუებით. ხო, ხან რაღაცნაირად ალბათ გამაღიზიანებელია, როდესაც საზოგადოება გთხოვს მუდმივად ადვოკატობას. კი. რომელიც წარმოუდგენიათ, რომ აუცილებლად ყველგან სერიოზული უნდა იყოს, ყველგან აკადემიური უნდა იყოს, ყველგან კოსტიუმით უნდა იყოს წარმოჩენილი. როცა შეიძლება სახლში რომ მიდიხარ, ძალიან ჩვეულებრივი ადამიანივით, ასე ვთქვათ, გამოვიყურებ. კარგია რომ ახსენე, კი. თუ მაგალითად პიჯაკი არ გაცვია, ანუ რატომღაც აღიქმება, რომ რავი, ადვოკატი ყოველთვის პიჯაკიანი უნდა იყოს. ანუ პიჯაკით რა თქმა უნდა, სასამართლო პროცესზე უნდა იყოს, შეხვედრაზე უნდა იყოს, მაგრამ მე როცა ქუჩაში გამოვდივარ, ჩემ მეგობრებთან ერთად, რატომ უნდა მეცოს პიჯაკი, ხო? ესეც ერთგვარი სტერეოტიპია, რომელიც ადვოკატებს მოგვაწერეს ყველგან პიჯაკით. პროკურორებს როგორც აქვთ, ანუ ყოველთვის პიჯაკით და ხალხსტუხით რო არიან, თითქოს ესე ითხოვენ ჩვენგანაც, რომ ყველგან პიჯაკიანი ადვოკატები უნდა ვიყოთ. არა, ეს რა თქმა უნდა ასე არ არის, ჩვენ შეგვიძლიათ პიჯაკითაც, პიჯაკის გარეშეც ჩვენი ცოდნა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ადამიანებს დავეხმაროთ. ანუ ჩაცმულობა და თმისფერი და ვთქვათ, ვის რამდენი პირსინგი აქვს თუ ყური რამდენი აქვს გახვრეტილი პროფესიულ სიძლიერეს არ განსაზღვრავს ნამდვილად. რამე ხო არ გახსენდება ესეთი სახალისო ამბავი. კი, როცა თქვათ არ მისულ ვარ სასამართლო პროცესზე პიჯაკით და ცოტა ისე შინაურული ფორმით, ანუ შინაური ფორმაში არ გულისხმობ, რომ სპორტული ფორმის მისულ ვარ, მაგრამ პიჯაკის გარეშე მაგალითად ყოფილა ხოლმე შემთხვევები, რომ კოლეგასთან ერთად მომართავენ გოგონა. ხო, გოგონა. ეს არ არის ის მიმართვა სასამართლო დარბაზში ერთმანეთს ადვოკატები ასე არ უნდა მიმართავდნენ და ცოტა გამაღიზიანებელია, იმიტომ რომ ეს ხას უსვავს ჩემს ასაკს და ჩემს სქესს და მე იქ სასამართლო დარბაზში არც ასაკი მაქვს და არც სქესი მე მაქვს, იქ პროფესია ადვოკატი, რომელიც იცავს ჩემი კლიენტის უფლებას. კი ბატონო. სასაყვარელი ხარ. მიყვარს. ტასოს ძალიან მიყვარვარ და ვერ იკავებს ხოლმე ემოციებს. მეც ძალიან მიყვარს ტასო. უბრალოდ ტასოს ქება ცოტა მაბნევს ხოლმე, იმიტომ რომ მქონია გადაჭარბებულია. დიდებული ადამიანი ხარ. მადლობა. ისევე როგორც შენც. ჩემო სიყვარულო. ქალბატონ მარია. ალბათ მიჩვეული ხარ ხო? ანძახშიათ უფრო საქმიან ცხოვრებაში ქალბატონ მარიამით მოგმართავე ხოლმე? იმდენად არის ჩემში გამძლეს ქალბატონო მარიამით მომართა და მეც რო ქალბატონო და ბატონოთი მიმართავ, რომ ხანდახან მამა ჩემს ვეძახი ხოლმე ბატონო გელა. ანუ ტელეფონზე ვსაუბრობ ყოველთვის თქვენობითი ტონით და ძალიან ხშირად მეუბნებიან ხოლმე რომ გთხოვ, ნუ გველაპარაკებით თქვენობითი ტონით, მაგრამ ესეც გამჯდარი მაქვს უკვე იმაში ხასიათში. პირველად ქალბატონო მარიამით რომ ვომართეს ალბათ 20 წლის ვიქნებოდი. თბილისის საქალაქო სასამართლოში ვმუშაობდი გარკვეული წლები და ეს იქნებოდა თქვენი კაბინეტი ქალბატონო მარიამო და ეს იმდენად უცხო და ჟღერდა, მეთქი აბა კიდე გაიმეორეთ როგორ არის ქალბატონო მარიამ. მაგრამ შემდეგ ცოტა ის იყო ხერხულობის მომენტებს უფრო იწევს ხოლმე ქალბატონო მარიამით რომ მომართავს ჩემი ტოლი ადამიანი, ან ჩემზე დიდი ადამიანი, ვიდრე მაშინასაც იწევდა პატივისცემას და დაფასებას. ეხლა აღარ მგონია ეს მაინდა-მაინც რამე მნიშვნელობა ქონდეს ქალბატონო მარიამით მომართავენ თუ უბრალოდ მარიამით. შენ იცი რა მგონია რომ გამოირჩევი აი ამ უშუალო დამოკიდებულებით ადამიანების მიმართ და მათ შორის საქმიან ცხოვრებაში. მე მგონი შენი მთავარი ხიბლი ზუსტად ეს არის, რომ ადამიანები ძალიან თავისიანად მიგიჩნევენ და კიდევ უფრო ეიმედები, იმიტომ რომ აი თუ ვთქვათ ცოტა აკადემიურად შეასრულებს კლიენტთან რაღაცა საქმიანობას, ეს უფრო დამთრგუნულია ხოლმე, მოკლედ. რა ადამიანს უყვართ ეს უბრალოება. ყოველ შემთხვევაში მგონია უმრავლესობას ესე უყვარს. შეიძლება მე რომ მიყვარს მაგითო ვფიქრობ, მაგრამ მგონია რომ ეს უბრალოება და უშუალობა ძალიან დიდი ძალა არის და მიზიდულობის მოკლედ ხარისხიც იზრდება და ამიტომაც სულ ამბობ ხოლმე რომ ადამიანები ძალიან ბევრი ადამიანი ასე ვთქვათ გეწევება რა და ძალიან ბევრი ადამიანისთვის ხარ ძალიან საყვარელი, იმიტომ რომ აი ეს თანასწორობას კარგად იცავ ხოლმე და უშუალო დამოკიდებულებით კიდევ უფრო ეხმარები და თავისანად აგრძნობინებ თავს. მით უმეტეს როცა პრობლემის გადაჭრის თანასწორები ვართ ჩვენ ყველანი, ანუ ყველა აბსოლუტურად ყველა ადამიანი ვართ თანასწორი. ყველაფრის წინაშე, კანონის წინაშე, ღმერთის წინაშე, ერთმანეთის წინაშე. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩემი დამოკიდებულება არის ის, რომ მე ამ თანასწორობას დავიცავ ჩემს ოფისშიც და ყველგან.
სადაც შეიძლება რომ თანასწორობაზე იყოს საუბარი. თუმცა ეს შინაურული დამოკიდებულება ხო ხანდახან ხელი შემშლელიც არის ხოლმე, იმიტომ რომ მე საბოლოო ჯამში ხა ყველასთან ერთნაირად ვერ გასცემ ამ სიტყვას და იმ ენერგიას, რომელიც შეიძლება თქვა შენთან გავწე, ხო? რაღაც მომენტში მე გრძნობ ხოლმე დამთრგუნველობას, რომ ვერ ვიყავი საკმარისად მხარდამჭერი. ხო, აქ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მინდა და მე თქვა და კარგია რომ ხა ეს თემა წამოჭერი, უფლებადამცველობასა და ადვოკატობას შორის. ანუ როცა მე მარიამი ძირითადად ვარ უფლებადამცველიც ადვოკატობასთან ერთად, ანუ ადვოკატის პროფესიასთან ერთად, მაგრამ მოვიაზრები როგორც უფლებადამცველი მარიამი. ანუ უნდა დავიცვა ადამიანის უფლება. არა მარტო ადამიანი შეიძლება ბუნების უფლების დაცვა მიხდებოდეს, ის ადამიანთან არის დაკავშირებული ხო გარემოს დაცვა, მაგრამ ამ მომენტში მე არ მაქვს იცით რისი თქვა მინდა, ამ მომენტში მე ვარ ჩვეულებრივი მარიამი, ჩემი ყველა ემოციით, ჩემი ცოცხალი ბუნებით და შესაძლებელია სტანდარტები ვერ დავიცვა, მაგალითად ვერ დავიცვა, ანუ გადავიდე ფამილარულ ლაპარაკზე, ან გამოვავლინო უხეში ცოცხალი ემოცია და ეს ამის მიღება მე უჭირთ უკვე ადამიანებს, რომ ანუ მე რომელიც მათ როგორც კლიენტს ისევე უყურებდი და სხვადასხვა მარიამი ვიყავი, ეხლა როცა უფლებადამცველ მარიამს ხედავენ ცოტა სამოქალაქო აქტივისტსაც და სადაც უკვე ღრმა რეაქციები მაქვს, უყვით ხოლმე რომ იმე რატო აქვს, ანუ ხო არ შეიძლება რომ კონდეს. ამიტომ არ არის ეს კარგი ფამილარობა, მე მგონი ჯობია ადვოკატებს გქონდეს ზომიერი დამოკიდებულება კლიენტებთან, რომ კლიენტებს არ გაუჩნდეთ ჩვენს მიმართ შემდგომ უკვე გადაჭარბებული მოლოდინი, რაღაც სხვა სწილოდნენ და რაღაც სხვა მიიღოს, იმიტომ საერთოდ საბოლოო ჯამში ყველას მეგობრები ვერ ვიქნებით, იმიტომ რომ ხო, ცოტა ის არის რთულია. ხო, ამის მართვა ნამდვილად საჭირო არის და ამაზე ჩვენ გვისაუბრია ხოლმე, მაგრამ მე მაინც უფრო კარგ მდგომარეობაზე მაქვს საუბარი, როდესაც შენგან ადამიანები აი გულითად დამოკიდებულებას იღებენ ხოლმე პრობლემების მოგვარების დროს, ხო, ანუ შენ ხდები შედიხარ რაღაცნაირად მათ ემოციაში და ადამიანურადაც ძალიან კარგად გესმის ხოლმე და ამის გამო არის რომ ბევრი ადამიანი შენ კიდევ გირჩევს მე ვთქვათ სხვა საქმეების მოგვარებაში. და გემეგობრება კიდე შენი კლიენტები ძალიან ბევრი შენი მეგობარი გამხდარა მე და კი, ჩემი კლიენტების ზოგიერთის ბავშვი მომნათლე და რა ვიცი. ხო, ეგ ხოდა არ მხოლოდ პროფესიონალიზმის და ცოდნიდან გამომდინარე არის ხოლმე, რა ის შენი ადამიანობაც, რომელიც ასევე ჩემი აზრით პროფესიონალიზმის ნაწილია, არაჩვეულებრივად, მოკლედ გაქვს ინტეგრირებული. კარგი, დაგვრჩა ბოლო მოსაზრება და მე მგონი პირველი რო ამოგვეყო, ეგ შეიძლება უკეთესი იყოს, ყოფილიყო. ნახეთ. ადვოკატები მხოლოდ ფულის გამო იცავენ კლიენტებს. არა. მხოლოდ ფულის გამო არ იცავთ კლიენტებს, თუმცა ფული ძალიან მნიშვნელოვანია. 21 საუკუნეში არის ფული ის, რის გამოც ადამიანები შრომობენ და თავიანთ ენერგიას, თავიანთ დროს გამოყოფენ. თავარი мотиваტორი, მოდი ვთქვათ და გულწრფელები ვიყოთ ჩვენ საქმიანობაში, ყველა საქმიანობაში დღეს არის ფული, იმიტომ რომ ამის გარეშე ვერ ვიარსებებთ. იმისთვის რომ მე შემდგარი ადვოკატი ყოფილიყავი, ძალიან ბევრი დრო და ბევრი ენერგია გავიღე ბევრ ფულთან ერთად, იმიტომ რომ სწავლა არ არის ის ფუფუნება, რომელზეც ყოველს ხელი მიუწვდება. ჩემო მშობლებმა ძალიან ბევრი დრო, ენერგია და ფული გაიღეს ჩემთან ერთად. შესაბამისად, მე თუ არ მივიღებ ამის კომპენსაციას უკან და სრულად ჩემგან გავა ყველაფერი ფულის ან ამ შემთხვევაში ანაზღაურების გარეშე, მე გავავიფიტები და სადღაც არ მეყოფა ენერგია სწორედ ის ადამიანი დავიცვა შემდგომ უფულოდ, რომელსაც მართლა სჭირდება და ცოტა ასეთი ძალიან ბევრია ჩემს შემთხვევაშიც და საქართველოში მოქმედ ყველა ადვოკატს შემიძლია თავამად გითხრათ, რომ აქვს უფასო საქმეების n რაოდენობა, იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავიცვათ ადამიანების უფლებები. ფულის გარეშეც და ფულთან ერთადაც. რა თქმა უნდა, ამის განსაზღვრება შეგვიძლია ვისთან როგორ უნდა ვიყოთ. აი, ეხლა ვახსენე უფლებადამცველობა, ხო? როცა მე ვარ უფლებადამცველი, რა თქმა უნდა, იქ და აქტივისტი, უფლებადამცველობა ჩემთვის რატომღაც სამოქალაქო აქტივიზმთანაც ასოცირდება, იქ რა თქმა უნდა, არანაირი ფულზე არ არის საუბარი. მე ვიცავ იმ უფლებას, რომელიც ყველა სამყაროში, ყველა ფულს და ყველა მატერიალურ განზომილებას აღემატება. მაგრამ როცა მე ვარ
კერძო დავაში, საკმაოდ ძვირადღირებულ დავაში, სადაც შეიძლება ხანდახან მილიონებზე იყოს საუბარი, რატომ არ უნდა ავიღო მე ჩემი შრომის ანაზღაურება? ანუ არ ვიცი, ხა ეს ცუდი სტერეოტიპია, რომ თითქოს ფულის გამო ყველაფერს ვაკეთებთ. არა, ფულის გამო არ ვაკეთებთ ყველაფერს. ფულის გამო ვაკეთებთ, ფულს ვიღებთ ჩვენს დროში და ჩვენს ენერგიაში. ყველაფერს ვაკეთებთ ადამიანების უფლებების დასაცავად. აი, იცი რა შეგეკითხები? ხანდახან არის, რომ ადვოკატი ისეთ კლიენტს იცავს, იმიტომ რომ უბრალოდ ის ადვოკატად აიყვანეს, სადაც ნამდვილად დამნაშავე არის კლიენტი. და ადვოკატი ყველაფერს ახერხებს იმისთვის, რომ თავისი კლიენტი ნაკლები დანახარჯობით მინიმუმ გამოიყვანოს ამ საქმიდან, ხო? ან საერთოდ შეიძლება რომ შავი საქმის გათეთრებას ცდილობდეს. და ალბათ ხო პრაქტიკაში არ ვიცი რამდენად შეხები ხარ ამას, მაგრამ რაღაცნაირად მიგვიდევნებია ხოლმე ასეთი საქმეებისთვის, ვარი შეიძლება ცოტა დილეტანტური დამოკიდებულება არის და მართლაც სტერეოტიპული არის ეს დამოკიდებულება, რომ რაღაცა აღვიქვამთ არასწორად და სამდროში სულ სხვა რამე არის. და ანუ ხედავთ რა ეს ადვოკატია დაიქირავეს, თითქოს ყველაფერი ცხადია, მაგრამ ეს ადვოკატი მაინც ახერხებს, რომ დაიცვას, რაღაც არგუმენტები წარმოადგინოს და ვიცით რომ ყველაფერს მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ მას ფული გადაუხადეს. არა. ეხლა რა ხდება სინამდვილეში? სინამდვილეში ხდება ის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც აღიარებულია კანონის უზენაესობა და აღიარებულია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი, უდანაშაულობის პრეზუმპცია. ანუ არ არსებობს ადამიანი სანამ არ იქნება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მისი დანაშაულის აღიარების შესახებ, მანამდე ყველა ადამიანი ითვლება უდანაშაულად. სწორედ იმიტომ, რომ გადაწყვეტილება გამოვიდეს სამართლიანი, კანონიერი, ამიტომ სჭირდება ადამიანს ადვოკატი. შეიძლება მან ნამდვილად ჩაიდინა რაღაც დანაშაული, რომელიც შეიძლება იმდენად მძიმე იყოს, რომ საზოგადოებას არ უნდადეს ამის მიღება, რომ მას ვინმე დაეხმაროს, ვინმე დაიცავს, მაგრამ აქ უნდა გვახსოვდეს ერთი მნიშვნელოვანი რაღაც. ჩვენ იმ ადამიანს კი არ ვიცავთ და ვამართლებთ სრულად. არამედ ვიცავთ იმისგან, რომ მის მიმართაც კანონი იყოს იმდენად თანასწორ პირობებში იყოს სხვა პირთან ერთად კანონთან. ან მის მიმართ არ გამოიყენოს სახელმწიფომ ზედმეტად ამკრძალავი ნორმები, დაცული იყოს მისი ხა სისხლის სამართალში როგორც გითხარით, მე არ ვმუშაობ, მაგრამ ბრალის წარდგენის უფლება, გააცნონ თუ რა ზედავება სახელმწიფო, დაცული იყოს მისი უფლება, რომ ჰქონდეს ადვოკატის მომსახურების უზრუნველყოფა, დაცული იყოს მისი უფლება, რომ არ მიიღოს იმაზე მეტი სასჯელი, ვიდრე იმსახურებს. ამას იცავს, ანუ კანონს და კანონის უზენაესობას იცავს ამ შემთხვევაში ადვოკატი და ფულის გამო არ აკეთებს ამას. ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისი შეხედულება წარმოაჩინოს, თუნდაც ამ დანაშაულის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ყოფილა თქვათ მათ შორის იმდენად მძიმე დანაშაულია, იმ მკვლელობაზე მძიმე დანაშაულიც ხო თითქმის აღარაფერია, სადაც მიზანმიმართულად მოუკლავს ადამიანი, მაგრამ იმხელა ფსიქოლოგიური ტერორი და ცუდი რაღაცეები იდგა ამ ფაქტის უკან, რომ მასაც აქვს თავის გასამართლებელი ფაქტები და ამიტომ ვალდებულია სახელმწიფო მას მოусმინოს. იქნება არის რამე, რაც მის დანაშაულს შეამსუბუქებს, მის დანაშაულს უფრო დანაშაული ცუდი ის არის, რა ქვია, როგორ შეიძლება მობიერი გახდე დანაშაულის მიმართ, მაგრამ მის დანაშაულს უფრო ადამიანურად გასაგებს გახდის, რატომ ჩაიდინა. არა, რა თქმა უნდა, არის ესეთი მძიმე რაღაცეები, სადაც ადამიანებს ჩვენს ნამდვილად გვიჭირს ხოლმე, რომ დავიცვათ ასეთ დროს კლიენტი, მაგრამ ყოველთვის არის რაღაც რის გამოც ღირს მისი დაცვა. ეს განსაკუთრებით ფინანსურ დავებში, იმიტომ რომ ფინანსურ დავებში არ არსებობს ესეთ სამხრივად სამხრივად მართალი ადამიანი და ყოველთვის არის რაღაც ლავირების საშუალება, ყოველთვის შეგვიძლია რომ ორივე მხარე მივიყვანოთ მორიგებამდე, ისე რომ არც ერთი მხარე არ დარჩეს წაგებული და იმიტომ რომ ორივეს თავის სიმართლე აქვს, მაგრამ სისხლის სამართლის კუთხით ხო ეს ნამდვილად ესე დგას მძიმედ, რომ მე ადვოკატებზე მოდის ძალიან დიდი ზეწოლა, რომ რატო ვიცავთ და რატო ვახორციელებთ ამ ადამიანის დაცვას, მაგრამ თუ ჩვენ ცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება ყავდეს ადვოკატი, იმიტომ რომ თუ დღეს მე ვინმის დაცვაზე მხოლოდ იმიტომ ვიტყვი უარს, რომ მას ეს საზოგადოებას თუდი წარმოდგენა აქვს, ხვალ შეიძლება ეს ადამიანი მე ვიყო და ისეთი რაღაც დამაბრალონ, რომლისგან თავდაცვისთვის არავის არ ქონდეს სურვილი, რომ დამეხმაროს. ამიტომ ყველას გვაქვს უფლება და ეს უფლება უნდა იყოს შეუზღუდავი. ხო, ძალიან სწორი პასუხი გამეცი და პრინციპში
ალბათ ყველა ჩვენგანმა რაღაცნაირად ეს რო გავითავისოთ, კარგი იქნება, იმიტომ რომ ხანდახან ვუყურებთ ტელევიზორებს, სადაც თითქოს ყველაფერი ცხადია, ასე არის წარმოჩენილი და ვხედავთ თუნდაც ამ პროფესიის წარმომადგენლებს, რომლებიც ცალსახად დამნაშავეს იცავენ და მათ მიმართ რაღაცა ლოიალურ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ. და ხო მე ალბათ ამყარებს აი ამ წარმოდგენებს. თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველა პროფესიას ყავს თავისი პატიოსანი წარმომადგენელი და სამწუხაროდ ალბათ იქნებიან ისეთი ადვოკატებიც, რომლებიც ნამდვილად არაკეთილსინდისიერად მუშაობენ და ნამდვილად არაპროფესიონალურად მუშაობენ. ისე როგორც შეიძლება ექიმი იყოს ადამიანი, რომელმაც პაციენტის განკურნების ნაცვლად რაღაც ძალიან დიდ სქემასა და მაქინაციაში შეიყვანოს, ისედაც გასაცოდავებული ადამიანები და ამის, რა ვიცი, არაერთი მაგალითი ჩვენ თვითონაც გვინახავს, მაგრამ მოკლედ პროფესია არ გიცავს შენ საკუთარი უსინდისობისგან და ის ვინც უსინდისობასთან გარიგდება, ხო, ცუდი ეგ არის და ხანდახან საზოგადოება ამაზე ვლაპარაკობთ ხოლმე ვჩივით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხრიდან შევხედოთ საქმეს, ისე როგორც ადვოკატები, ნამდვილად ყველა მხრიდან უყურებთ მოვლენას და ასე გამოვიტანოთ დასკვნები. რაც ძნელი საქმეა და რაც ძნელი საქმეა, იმას ხანდახან განვეშორებით ხოლმე. და ვისამოვნე შენთან საუბრით, კიდევ ერთხელ ვიგრძენი, როგორ გიყვარს ეს საქმე, რასაც აკეთებ, რამდენად სიღრმისეულად იცი და ძალიან სასიამოვნოა. ძალიან მიყვარს პროფესიონალი ადამიანები. და აღფრთოვანებას იწვევენ ის ადამიანები ჩემში და მით უმეტეს თუ ეს პროფესიონალები თან კარგი ადამიანებიც არიან, როგორიც შენ ხარ, ისინი მიჩნდნენ იმედს და დაცულობის შეგრძნებას. შენ ისეთ სფეროს წარმოადგენს, სადაც ნამდვილად უნდა გქონდეთ ადამიანებს შენი იმედი და დაცულობის შეგრძნება ის უნდა უძლიერებდე. ან საერთოდ არ არსებობს უჩვენებს. გისურვებ ბევრ მადლიერ კლიენტს. მე ვამბობ ხოლმე, მაგრამ შენ კი არ მიყვარს ამ სიტყვის თქმა, ბევრ მოგებულ საქმეს. ხო, ეხლა ამაზე აღარ განვარცოთ სინამდვილეში რაც ნიშნავს ეს მოგება და წაგება და ასე შემდეგ ვიცით გვილაპარაკია, მაგრამ მე მაინც ამას გისურვებ, ბევრ მოგებულ საქმეს გისურვებ და ბევრ წარმატებას გისურვებ. მეც წარმატებას გისურვებ იმ დაუღალავ შრომაში, რომელსაც ნამდვილად ეწევი ლაგოდეხში იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქის ცნობიერება იყოს ამაღლებული, თითოეული მოქალაქისთვის იყოს ხელმისაწვდომი ყველა ინფორმაცია, რაც დასჭირდება და ხარ ნამდვილად იმედი ყველასთვის ჩაუხრელი ადამიანი, რომელიც სულ შრომობს. სადიმეტროპა, გვაქვს ერთი კამერა, ანუ ერთი ხედი, ორი კარგი მიკროფონი. არ ვიცით მონტაჟის ისეთი, ასე ვთქვათ, ხერხები, რომ ჩვენი პოდკასტი იყოს უფრო საინტერესო. მაგრამ რაც არის ეს არის, თუ ვინმე ჩართავს და უყურებს, ძალიან გამიხარდება. სულ რო 10 ადამიანისთვის იყო ჯამში სასარგებლო, ერთი ადამიანისთვის, კაი, 10-ისთვის თუ იქნება. ერთი ადამიანისთვისაც მაინც თუ იყავი სასარგებლო, ეს გობერნამენტად გაქვს ღირებულება. აქვე მინდა გაითვალისწინოთ, რომ ჩემი პირველი პოდკასტია კამერასთან მუშაობა, ცოტა ახალი და უცხოა ჩემთვის და ცოტა ვღელავდი. არაჩვეულებრივად გამოვიდა. ძალიან კარგი იყავი. კიდევ უფრო კარგი ვიდრე მოვიდებოდი. დაგემშვიდობებით, ჩვენ აი ამ ფორმატში, როდესაც პროფესიებზე გავრცელებულ სტერეოტიპებზე ვისაუბრებთ ხოლმე, მოვიწვევთ მართლაც საინტერესო ადამიანებს, მართლაც თავისი საქმის მცოდნე ადამიანებს და ყველა პოდკასტი, რაც ამ თემაზე მოვამზადეთ, ზუსტად ამით იყო გამორჩეული. ყველა ადამიანი იყო თავისი საქმის მცოდნე და მარიამიც ზუსტად ეს ადამიანია. საინტერესო ადამიანებს მოვიყვანთ ხოლმე და გაგაცნობთ. აბა, ნახვამდის. ბევრ საინტერესო ადამიანს გისურვებთ. მადლობა ჩემო ლამაზ.